გამარჯობათ. დღეს ოთხშაბათია, ჩვენი შეხვედრის დღეა, გადაცემა ეძღვნება კითხვებსა და პასუხებს. ფაქტი, მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თუ გნებავთ შაბათის შემდეგ გადაცემაში, მე არაერთი პოსტი და ანალიზი გავაკეთე არსებულ მდგომარეობაზე, ქვეყნის შიგნით მდგომარეობაზე, იმ ვითომ არაბულ ბრჭყალებში ინვესტიციაზე, რომელსაც სეთურიძე ბრბოს აღფრთოვანება მოყვა და მე დავსვი ძალიან მარტივი კითხვა, რა სარგებლობა მაქვს. ჯერთი მე გაფრენილ დონეზე კითხულობ იმ ლექციებს, სადაც ინვესტიციების თეორია არის, მაკროეკონომიკა, დაწინაურებული კურსი, წიგნი მაქვს უზარმაზარი დაწერილი, ამიტომ მე შესანიშნავად ვიცი რა არის ინვესტიცია, ძალიან სერიოზული დონეზე, ძალიან რთული მათემატიკური აპარატი ჭირდება, რომ მთელი ეს საკითხი, რაც ინვესტიციას ეხება, ნათლად წარმოიდგინო და თითებზე აღწერო. ამიტომ ეს დემაგოგია, რომ ამას ქვია ინვესტიცია, ჩემთვის მიუღებელია, ეს არაფერ შედეგს საქართველოს არ მოუტანს და აქ გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც თამაზაშვილი აქვს გვარად. ცნობილი კლანიდან იქნება, გასაგებია საქართველოს რუკები, ძველი მეომრები და ასე შემდეგ, მაგრამ სახე არ უჩანს. გასაგებია ამნაირი აზროვნების კაც არ შეიძლება სახის გამოჩენისა არ ცხენოდე და ის მეუბნება, თქვენ ალბათო ცვლილებები გეშინიათო ამ ინვესტიციამ ხელფასებს იზრდება ინფლაციო, იმას მოაწეს. მოკლედ მე მიხსნის ამას ყველაფერს, კაცი რომელსაც წარმოდგენა არ აქვს და მეუბნება, თქვენნაირი მოაზროვნეებიო, ქვეყანა ამ ქვეყანაშიო და გასაგებია, ხო, პრობლემა არ არის, ხო? უვიცია, გადაეცით თამაზაშვილს, ჩემ გვერდზე ნახეთ მისი ამ კომენტარებში, რომელიც ამ თემას ეხება, გადაეცით ვინც იცნობს, რომ მაგარი გონება ჩლუნგია, ამდენად მე უბრალოდ რეაქციაც ვაკეთებ ძალიან მშვიდად, არ ვაფასებ ამას ყველაფერს. კაცს, რომელსაც ქართული რაღაც ვითომ ხატება, ყველაფერი ყალბი, ესევე როგორც ალექსანდრე ქართველის სიაფანტობა იყო ყალბი, ხო? ესეც მეორე ასეთია. სიკეთეს ელის იქ, რომელიც სიკეთე კი არა, უბედურების მომტანია. ეს მისი საქმეა, ჩვენი საქმეა, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ უთხრათ, რომ არასწორად. მეორე, დღეს გამოჩნდა გრიგორი ზამზა. გასაგებია ტროლი, აშკარად ეტყობა, რომ შინ მიმავალია სადღაც უკანალში. გრიგორი ზამზა ეს ფრანც-კაფკას ცნობილი პერსონაჟია, კაცი, ახალგაზრდა კაცი, ისია დამპალი და განადგურებული საკუთარი სახელის და გვარის და სურათის დადებაც კი ცხვენია, დადის ასე ტროლად და დაჩათლახავს და მე მოვართავს, კაცო, შენ კიდე აკეთებ ანალიზებსო, რაც ომი დაიწყო, მისმე რომ ყველაფერი შეცდომით თქვიო, ხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ხო მე რა უნდა უთხრა? იშვიათად ჩდებიან ეხლა, მაგრამ გასაგებია სახელს ამახინჯებს, ხო? ახალგაზრდა კაცი. რადონის შობელძაღლი უნდა იყოს, რადონის გათელილი უნდა იყოს, ჯერთი ზრდილობა არ აქვს, კულტურა არ აქვს, ცოდნა არ აქვს, შეფასების უნარი არ აქვს, ტროლი ტროლია, ადრე იყვნენ
უამრავი რომლებიც დაგეშილი იყვნენ რომ ჩემზე გაიკეთებინათ შეტევები, ამაზე გაფრთხილებული ვიყავი რომ თქვენ დისკრედიტაცია შეეძლებათ. ეხლა არ ჩდებიან, აქა-იქ გამოჩნდება. წარმოიდგინეთ ახლა 17,000 კაცში, რომელიც შაბათის გადაცემამ ნახა, ერთი გამოხტომაა მარტო, მეტი არა. სხვაგანაც ასე ათასობით ნამხელიში ორი გამოხტომა თუ იქნება, ესეც არ არის საშიში. აქ საშიშია რა, იცით? 2025 წლისთვისაც კი გონება განადგურებული ხალხის თავში არაფერი არ შევიდა, რა მოხდა, რა ხდება. უბედურებისკენ მიდის სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბვისკენ ჩვენ ეს გვაშინებს და ამიტომ საუბრობთ რომ ზუსტად ვიცოდეთ ყველაფერი რომ საქართველოს რაიმე შეცდომა არ დაუშვას. არა, ამ ხალხს არაფერი არ აინტერესებს. ერთმა ქალბატონმა მომწერა აი იმ ბათუმთან დაკავშირებით დავწერე, კარგად იცით ეს რა აღორძინებ. ვინმეს გონია რომ ბათუმი აღორძინდა და იქ რაიმე საქართველოს სასიკეთო კეთდება? თავს იტყუებთ? რა არის ქართველის და რა არის პერსპექტივაში საქართველოსთვის ბათუმში? ნული. თუ უბედურება არა. ქალბატონი მწერს, ცხადია, წინა ხელისუფლების თქვენ თავი დაანებეთ ნაცებს, საერთოდ არ მეხსენებია. მე ვთქვი ბათუმის შესახებ, რომ ეს ნაცებმა ააშენეს, მაგრამ შემდეგ მოვიდა ეს სატანა. გასაგებია ვიზი ამბობს და ამიტომ თუ თქვენ ეხლა ტკივადგული 4-ში, 4 ოქტომბერს ყველანი ქუძე კაცი გამოვიდეს. ნუ მე მივწერე რომ ქუძე კაცი აბა თქვენ იცით ეხლა და შემდეგ ეცით ამ ხელისუფლებას. მე ურჩი იმას რომ მაგას ჯობი 27-ში რუსთაველის ძეგლთან 3 საათზე მოვიდეს, თუ მართლა გაწუხებთ ეს ქვეყანა და თუ მართლა გინდათ რომ რაიმე ცვლილებები მოხდეს. და ასეთები აქა-იქ არის, ამიტომ რატო ვამბობ, იცი? ეს არის გარკვეული განწყობის მაჩვენებელი. ადამიანები ჩარჩნენ წარსულში, არ ვითარდებიან, არ აღიქვამენ რეალობას, ეჩხუბებიან ფაქტებს და ეს იცის ჩვეულებრივად კარგად შესწავლილი საკითხია. კარგი ადამიანი, რომელიც სადღაც რომელიღაც ეტაპზე თქვენთვის იყო აბსოლუტურად მისაღებით უგნებავთ განათლება, როგორც კი ბრბოს წევრი ხდება და ბრბოს ფსიქოლოგიას უერთდება, ეს ის ადამიანი არ არის, რომელსაც თქვენ იცნობთ. ეხლა არის რამდენიმე კიდე კარგი კითხვა, მე ძალიან დაკავებული ვიყავით, ეხლა გადაცემიდან მოვედი მთხოვეს და მე მგონი დავდებ ამ გადაცემასაც, ეს იყო სოლიდარობაში და კარგახანი არ ყოფილვარ, უარი ვერ ვეტყოდი. ამიტომ მე პარასკევიდან მეყოლება დამხმარე. ძალიან კარგი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ამ გადაცემის დროს კითხვებს მოამზადებს, რომელიც თქვენ დასვამთ და მე შევეცდები ის პირდაპირ მოპასუხო იმის დამიხედვით, როგორც გადაცემა მომცემს. ეხლა არის ერთი ძალიან კარგი კითხვა, რომელიცაც მე უფრო განვაზოგადებ. ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მის როლზე მსოფლიო ეკონომიკის გარდაქმნაში. იქონიებს თუ არა ის გავლენა სახელმწიფოებზე, ინფორმაციებზე, რომელიც ახლა არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ამას დავუკავშირებ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც მე ძალიან კარგმა ადამიანებმა მისაყვედურეს, მომწერეს, ზოგჯერ კომენტარში დაწერეს, აი რატომ არ საუბრობთ თქვენ ციფრული ფულის შემოღებაზე, ეს მასონები, ეს ყველაფერი და მოდით ახლა მე არ მჩვევია ზერელე საუბარი დავალაგოთ. არსებობს სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი, რომელსაც ვერავინ ვერ შეაჩერებს. ხაზს უსვამ.
რანაირი კანონებიც არ უნდა მიიღოს, როგორი შეზღუდვაც არ ჩვენ ნახეთ საბჭოთა კავშირში კიბერნეტიკა ბურჟუაზიული მეცნიერება იყო, გენეტიკა ბურჟუაზიული მეცნიერება იყო, თითქოს და იქ ლისენკოს და ამნაირი სიგიჟეები იქნა წამოტივტივებული პოლიტიკური შედეგი რა გამოვიდა, ქვეყანა ჩამორჩა და ამ ჩამორჩენამ თავისი გაიტანა. ესე იგი, პრობლემა ის კი არ არის, მე პირველი განათლებით ინჟინერი ვარ და ძალიან კარგად ვიცი პირველი ავტომობილები რო გაჩნდა, აი საყვირიანი და პირველი ადამიანი რომელიც ემსხვერპლა ლონდონში ქალბატონი, რომელსაც აი ხმოვანი სიგნალი რო ქონდა იმ ღია მანქანებს, ესე იგი საკმაო ხანი ზდია უკან და ქალი მიირბოდა გაუგნებული და გადაუარა და ეს იყო თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხმაურია და რა საშინელი გამოსვლები იყო ავტომანქანებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს მარტო არ არის, კიდევ უფრო ადრე სამრეწველო რევოლუცია როცა ხდებოდა მე-18 საუკუნეში იყო მთელი მოძრაობა, რომელიც ამ ორთქლის მანქანების და ამ დაზგების შემოღება საშინლად ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ ეს ადამიანებს დატოვებდა უმუშევრად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს გავლილი ეტაპია, ზუსტად ეხლაც იგივე ხდება. პრობლემა მეცნიერების განვითარებაში კი არ არის, გეუბნებით. მეცნიერი სხვა მენტალობაა. მეცნიერი არის ცნობის მოყვარეობა და იმ საგნის სრულად ფლობა, რომლის შიგნით მას ძალიან სიღრმეში აინტერესებს რაღაცები. მას თქვენ ვერ აკრძალავთ. თქვენ გარეგნულად რო აკრძალოთ ის მოძებნის ადგილს, სადაც იმუშავებს და ეს ფაქტიურად მკვდარი საქმეა. ესე იგი, ჩვენ სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს, რომელიც ყოველთვის სახეს უცვლის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ფორმაციებს. თავარი ცვლილებების გამტარებელი, მაიძულებელი ცვლილებების არის სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი. ეს არის განვითარება, სხვა ყველაფერი არ არის განვითარება. იდეოლოგიური სახელმწიფოს აგება არ არის განვითარება, თუ თქვენ სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს წინ არ აყენებთ. როდესაც ატომური ენერგიის შესახებ და ატომის შესახებ ჩამოყალიბდა ფანტასტიკური მეცნიერება, ატომისგან, აი ამ მთელი ამ თეორიისგან, თქვენ შეიძლება გააკეთოთ ატომური ბომბი და შეიძლება ელექტროსადგური, რომელსაც სიკეთე მოაქვთ. ატომურ ბომბს კი რა მოაქვთ, თქვენ კარგად იცით. ესე იგი, არა მეცნიერება დამნაშავე, არამედ პოლიტიკა დამნაშავე, რომელსაც სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის მიღწევები შეუძლია გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და პრობლემა აქ არის. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს. მე სიტყვა არ მომწონს, იმიტომ რომ იქ სადაც მე მუშაობდი, იყო ხალხი, სხვა ჯგუფი, რომელიც ამ სფეროში მუშაობდა. მე მახსოვს ჯერ კიდევ ამის გარიჟრაზე ვეკითხებოდი მას, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვიყავით პროგრამირებით დაკავებული, ძალიან სერიოზული, ძალიან რთული პროგრამები იყო, ეგრეთ წოდებული არაწრფივი სასაზღვრო ამოცანების ალგორითმების შედგენა და მისი რეალიზაცია ელექტრონულ გამოთვლელ მანქანებზე, მაშინ ასე ეწოდებოდა, ახლა კომპიუტერები ქვია, მაშინ ორ დარბაზში იყო განლაგებული ეს ელექტრონული გამოთვლელი მანქანა. მე იმ ჯგუფს, რომელიც დახურულ სფეროში მუშაობდა ხელოვნურ ინტელექტზე, ვკითხე, რა შეესაქმე, ასე თუ ისე მე რაღაც წარმოდგენა მაქვს ამაზე, თუმცა მე არასდროს მიმუშავებ. მან მითხრა, რომ ხელოვნური ინტელექტი არასწორი სახელწოდება არის, იმიტომ რომ ინტელექტი მანქანას არასდროს არ ექნება.
და მე ახლაც არაერთი სერიოზული პროფესიონალი ინტელექტი სხვა რამე. ინტელექტი შეიძლება მქონდეს მხოლოდ ადამიანს, მანქანაც არ შეიძლება ქონდეს. თქვენ პროგრამაში შეიძლება ჩართოთ ის, რომ მას ქონდეს თავისუფალი რაღაც, ესე იგი, ალგორითმები, რომლებიც ის შემდეგ თავად ააგებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ეს არის ინტელექტი, რა თქმა უნდა, სწორი არ არის, ინტელექტი არ არის, მაგრამ ეს არის განვითარებული პროგრამები და ეხლა მე კითხვას პასუხობს, დიახ, ხელოვნური ინტელექტის შედეგად რობოტები და ასე შემდეგ იქნება დანერგილი ყველგან, სადაც ეს შედარებით მარტივი, შედარებით რუტინული, შედარებით ავტომატიზირებადი ადამიანური საქმიანობები არის. დიახ, ცალსახად. ცხადია, სამუშაო ადგილები ადამიანებისთვის დაიკარგება, საკმაოდ სერიოზულად. მაგრამ ის ტენდენცია, რაც საქართველოში განვითარდა, უბრალოდ მცდარია, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი, მე მაგალითად არასდროს არ მომივა თავში რაიმე, რომ ხელოვნურ ინტელექტს ვკითხო. რა უნდა ვკითხო? ვერ გავიგე. ადამიანის შექმნილ პროგრამას უნდა ვკითხო, მე რა გავაკეთო? მაშინ მე ამდენი წელი რისთვის ვიცხოვრე და ამდენი შრომა რისთვის გავწიე. საქართველოში არის, როგორც იცით, მოდით ასე ვთქვათ, ვულგარული გაგება ხელოვნური ინტელექტისა ახალგაზრდების ნაწილშიც. მე ერთ-ერთი უნივერსიტეტში მიწვევით ლექციებს ვკითხულობდი და იქ იყო აი ამ ხელოვნურ ინტელექტზე რო სწავლობს ახალგაზრდა კაცი, იმან კითხა, თუმცა იმ უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტი არ შეიძლება ისწავლებოდეს, იმიტომ რომ ის რაც სჭირდება ამ სპეციალობას, ქართულ სკოლადამთავრებული ადამიანი ვერასდროს ვერ შეწყვდება. ეს არის მანქანური, რომ იტყვიან სწავლება და ასე შემდეგ და ასე, უსაშველოდ რთული რაღაცებია, ამიტომ ყველაფერი ზერელეთ და ამ ახალგაზრდა კაცმა მითხრა, რომ რაც საჭიროა, რომ ვისწავლოთ, კაცო, მალე ხელოვნური ინტელექტი იქნება და ის გააკეთებს ყველაფერს. ახალგაზრდა კაცი არის წაქცეული. თავისი აზროვნებით არის გასწორებული მიწასთან, იმიტომ რომ ის თავის თავს ვერ ხედავს ამ სამყაროში, მას არაფრად არ მიაჩნია თავისი თავი და იგი მზად არის ჩართოს ეს პროგრამა, კარგი ცუდი პროგრამები, კიდე გეუბნები, არ ვსაუბრობ ახლა ამაზე, თქვენ იმ პროგრამებს არავინ არ დაგიდებთ, რომელიც დახურულ სფეროში მართვისთვის გამოიყენება, გამორიცხული, ეს არის დამხმარე საშუალება და ეს არ არის მთავარი. ამიტომ კითხვაც რომ უპასუხო, ხელოვნური ინტელექტის შედეგად მთელი ეს რობოტიზირება, რობოტების კეთება, სერიოზული მექანიკის ამოცანა, იმიტომ რომ რობოტების დინამიკა და ელექტრონიკასთან შეერთებული, ამ ხელოვნური ინტელექტის პროგრამასთან შეერთებული და ასე შემდეგ, ძალიან სერიოზული მაღალი ინტელექტუალური პროდუქტია, მაგრამ არ მოხდება ისე, რომ ადამიანის ინტელექტი იქნას ეს არის, კიდე გეუბნებით, ეს არის პრიმიტიული, ვულგარული, ამიტომ რაც უფრო განვითარდება და 21 საუკუნე არის მეცნიერების საუკუნე. ეს საქართველოშია ტურიზმის საუკუნე, თორე მთელ მსოფლიოში ეს არის მეცნიერების საუკუნე. ნახეთ, როგორი სტიმულირება გაუკეთეს ამ კომპიუტერულ რამებს არაბთა საუდის არაბეთში ჩატარდა კიბერთამაშების მსოფლიო ჩემპიონატი, სპორტად გახადეს ეს ყველაფერი, 70 მილიონი დოლარის პრიზები გაიცა. გამარჯვებული გუნდი სრულად ახალგაზრდა ბიჭების, გოგონების იყო 7 მილიონიანი პრიზი, ყველას და კიდევ უფრო დიდი იქნება საუდის არაბეთი ხდება ამის ცენტრი, იმიტომ რომ თავიანთ ქვეყანის მოდერნიზირებას ახდენენ, ჩვენ რითი ვართ, კიდე გეუბნებით, ძალიან ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ახალგაზრდების გონება არაჩვეულებრივად არის
მოწყობილი სწორედ ამ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესისთვის და ჩვენი უვარგისი ხელისუფლებები, სამარცხვინო ხელისუფლებები ამ ქვეყანას ჭაობისკენ ეზიდებიან. შეცვლის იმ სოციალურ ფორმაციებს, რაც ამა თუ იმ ქვეყანაშია, საქმე ის არის, რომ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის განვითარების კვალობაზე გონიერი პოლიტიკოსები იფიქრებენ იმაზე, რომ ის წყობა, ის ფორმაცია, რომელიც მათ აქვს გარკვეული წინა საფეხურიდან მომდინარე, ადაპტირებული იყოს ამ სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ განვითარდებით. გასაგებია, საქართველოში არ აინტერესებთ განვითარება, იმიტომ რომ აგერ არის ბორდელები, კაზინოები, ხელისუფლებაში თუ მოხდი, მიდი და აკეთე ფული, პარეა ბიუჯეტიდან შენ ქვეყანას, მაგრამ მე ხო საქართველოზე არ ვსაუბრობ ამ წუთში. მე ვსაუბრობ ზოგად ტენდენციაზე, ზოგად მიმართულებაზე და რა კი ამაზე ვსაუბრობ, მე მინდა ჩემი ქვეყანა იყოს ადაპტირებული ამ დროის ცვლილებებთან. არ არის. რატომ არ არის? იმიტომ რომ უბიცი ხელისუფლება, ის რაშიც ისინი თითქოს სპეციალისტები არიან, არაფერი კავშირში არ არის სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესთან. აი, თავარი პრობლემა, აი ჩემი პასუხი, დიახ შეიცვლება. შეიძლება სერიოზულად და ვერავინ ვერ შეაჩერებს ამას ისევე როგორც ტექნოლოგიების განვითარება ვერ შეაჩერებს ცვლილებებს მათ შორის იმ სფეროში, რასაც ქვია ციფრული ფული. არც ისე დიდი დროა დარჩენილი, იმიტომ ტექნოლოგია თავისას ითხოვს, არ არის საჭირო ეს ქაღალდის ფული და აი ახლა რამდენად ხელისუფლება ატომური ბომბის ნაცვლად ატომს გამოიყენებს მშვიდობიანი მიზნით და რამდენად ფულად საკრედიტო პოლიტიკაში შემოღებული იქნება ციფრული ვალუტა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ფორმალური ჩანაცვლება, მაგრამ თუ ბოროტი ხელისუფლება იქნა, თუ საკუთარი ქვეყნის დამამცირებელი, დამანგრეველი და გამომთაყვანებელი ხელისუფლება იქნა, ცხადია ის ამას კონტროლის მიზნით გამოიყენებს. რა? ვინმეს გონია, რომ დღეს მოქალაქე, რომელსაც ფული უდევს ჯიბეში და ხარჯვას ეწევა, კონტროლს არ არის დაქვემდებარებული. თქვენ გონიათ, სადღაც მიხვალთ და დიდ ფულს გადაიხდით საყიდალში და ეს არ არის სპეცსამსახურისთვის ცნობილი, მაშინ თქვენ უბრალოდ ამ ქვეყანას არ ყოფილხარ. კონტროლის მექანიზმი თქვენ ციფრული ფული გაქვთ თუ არაციფრული ფული აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ აქ ციფრული ფულის პრობლემა კი არ დგას, აქ ხელისუფლების პრობლემა დგას. ვერ შეაჩერებ, კიდე გეუბნებით, ეხლა მე ბრიყვის დონეზე რო დავეშვა და აი ვისაუბრო ახლა, რა უბედურება, საზიზღარი მასონები, ესე იგი ამნაირები, იმნაირ. ეს დილეტანტური საუბარია. მე გეუბნებით იმას, რა სფეროშიც ვიყავი, რა სფეროშიც გვერდით მომიჯნავე დარგებთან მქონდა შეხება, იმ ადამიანებთან მქონდა შეხება, სუპერ ახალგაზრდები იყვნენ, გაქცეული სადღაც, იმიტომ იყო ის ტექნიკა ისეთი, ამიტომ ჩვენ არა გვაქვს უფლება თავის მოტყუებისა, რომ ვიღაცას შეუძლია შეაჩეროს. არ არსებობს მსოფლიოში ხელისუფლება, რომელიც მეცნიერების განვითარებას შეაჩერებს. თავარი რამ, რომელიც ახლა უნდა ვთქვა მე. საით მიდის კაცობრიობის განვითარება. სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი ვითარდება. მაშინ საით მიდის? კაცობრიობის განვითარების ვექტორის მიმართულება ცნობილი არ არის. ეს არაპროგნოზირებადია, არაგანსაზღვრადია, გარკვეულ იმდენ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლის განსაზღვრა ადამიანის კოგნიტიურ შესაძლებლობებს აღემატება და ის ვითარდება ისე, როგორც ვითარდება, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გზით.
მე გეუბნებით იმას, რაც მეცნიერებიდან მოდის. არ შეიძლება ისეთი რამის პროგნოზირება, რომელიც არაპროგნოზირებადია. არ შეიძლება ამიდის პროგნოზირება მოკლე დროის იქით. და როგორც ამიდის პროგნოზირება არ შეიძლება, ისევე შეუძლებელია ადამიანთა საზოგადოების პროგნოზირება გრძელვადიან პერსპექტივაში. გამორიცხულია. რატომ? არაწყრიფ დინამიკაში ფუნდამენტალური შედეგი მიღებულია. იმიტომ რომ როდესაც თქვენ დინამიკურ სისტემას სწავლობთ და ადამიანთა საზოგადოება დინამიკური სისტემა, რომელიც უამრავი ვიღაცისგან შედგება, ათასნაირი განწყობებისგან და ასე შემდეგ, თქვენ მის მოდელს რო აკეთებთ, სხვანაირად მეცნიერება არ მუშაობს, თქვენ მოდელი უნდა გააკეთოთ, მოდელის გარეშე ეკონომიკაზე საუბარი, საზოგადოებაზე საუბარი, რაიმე მეცნიერებაზე საუბარი, იმიტომ რომ მეცნიერება ის არის, რომ ის მოდელებს ქმნის ამ არსებულ რეალურ პროცესებზე, რამდენად სწორია ეს მოდელი, ეს შემდეგ მოწდება ექსპერიმენტით, შედარებებით და ათასნაირი გზით. თქვენ როდესაც მოდელირებას აკეთებთ, თქვენ გონებას და იმ გამოთვლებს, რომელიც ამა თუ იმ მეცნიერებისთვის არის დამახასიათებელი, არაფრით არ შეუძლია ჩაიტევოს ყველა ის ნიუანსი, ათასობით და მილიონობით ფაქტორი, რომელიც მაგალითად ეკონომიკის განვითარებაზე ახდენს. ამიტომ თქვენ რაღაცას ტოვებთ და ტოვებთ ყველაზე მთავარს და იმას, რასაც თქვენი ინტუიცია, ცოდნა, განათლება ეს მიუთითებს, აგდებთ. აი, დინამიკური სისტემის მთელი თავისუფლება ის არის, რომ არსებობს პეპელას ეფექტი. რაღაცა, რომელიც თქვენ ვერ გაითვალისწინეთ, იქ თუ შეთამაშდა, ის ხო არსად არ მიდის, ეს შენ მოდელში ვერ გაითვალისწინ, მაგრამ ხო არის რეალურად. აი იქ რაღაც პატარა თუ შეათამაშდა, ის მთელ სისტემას ცვლის. აი ამიტომ ქვია მას, აი როგორც პეპელამ შეათამაშა სადღაც ამ ხელა და დაგენგრა მთელი ის მოდელი. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ადამიანის პროგნოზირება, ადამიანს შეუძლია იმის პროგნოზირება, რომ დათვალოს საიტწავა საზოგადოება 50-100 წლის მერე, 10 და 20 წლის მერე, არის წმინდა ილუზია. წმინდა ილუზია, ეს არის უბრალოდ უვიცობის შედეგი და ეს კარგს არაფერს მოიტანს. შემდეგი ეს არის, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება დამოკიდებულება დღევანდელობისადმი. აქ მე ჩემი საუბრების მთავარი მიზანი არის სწორედ ამ კრიტიკულ შეხედულებათა სისტემის ფარგლებში შევაფასოთ მიმდინარე პროცესები. მე არ ვაფასებ ამ პროცესებს ისე, როგორც მე ამას ვისურვებდი. ან მე რა მომწონს ამაში, აი მე უამრავ ამ კომენტარებში მე ყველგან ეს შევნიშნე, იმიტომ რომ ადამიანებს არ უნდა იმ ტრადიციულ ინერციულ აზროვნებას გაცდნენ, როდესაც მოვლენის შეფასება ეს არ არის შენი დამოკიდებულების გამოძახილი. ეს არ არის ის რა მოგწონს შენ და რა. იგივე იმ ტროლის აზრი, რომ გავითვალისწინო ძალიან მნიშვნელოვანი არეულობა აქვს, ესე იგი მას აქვს აკვიატებული ის, რომ აი დასავლური ორიენტაცია და ასე შემდეგ. მას ფაქტი არ აინტერესებს, მას ჩვენ არ შეიძლება ამ დონეზე დავეშვათ, ჩვენ გვაინტერესებს რეალურად რა ხდება. ამისთვის საჭიროა გონების გასუფთავება, ძალიან ბევრი ინფორმაციის გადამუშავება, რომ შემდეგ შენ ამ ინფორმაციის საფუძველზე მიხვიდე გარკვეულ საკუთარ მოსაზრებებამდე, რომელიც ეფუძნება არსებულ მასალებს, თუმცა არ იმეორებს რომელიმე მათგანს. ამას ქვია ის, რასაც ანალიზს არის დაკვირვებული. ეს არ არის, მე ძალიან არ მომწონს ერთმა ორმა დაწერა, თქვენ როგორც ექსპერტიო,
დაივიწყეთ, მე არავითარი ექსპერტი არა ვარ, მე არ ვისურვებდი ექსპერტად ყოფნას. ექსპერტული შეფასებები ეს სხვა რამე, ეს არ არის მეცნიერება. ექსპერტული შეფასებები ეს არის არაგადამოწმებადი, არაუარყოფადი შეხედულებები, რომელსაც ადამიანი გეუბნება იმას, რაც მას მეცნიერებიდან მოსული აზრი ასეთი ვერ არის. ყველაფერს, რაცაც შენ ამბობ, გადამოწმებადია რეალური ფაქტებით, რეალური შედეგებით, ამდენად ექსპერტული შეფასება და ის შეფასებები, ანალიზი, რომელსაც მე ვაკეთებ, აბსოლუტურად განსხვავებული რამეებია. მე ასევე არაერთხელ მithქვამს, რომ მე არ ვაკეთებ პროგნოზებს და 1-2 პოსტი მიუძღვენი მე, სადაც ზუსტად ამაქვს, როგორც მეცნიერებაში არის გაგებული, რა არის პროგნოზირება. პროგნოზირება ნიშნავს, მე უნდა მქონდეს მათემატიკური მოდელი ხაზს უსვამ იმ მოვლენაზე, რა ის პროგნოზსაც ვაკეთებ, მე უნდა მქონდეს სტატისტიკური მონაცემები ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რა იყო ადრე, მე უნდა მქონდეს დღევანდელი სიტუაციის შეფასება და გადაყვანილი პარამეტრებში, რომელიც მოდელში ჩაჯდება, შემდეგ მოდელის ამოხსნა და მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია. ვიღაცამ რაღაცა თქვა, ეს მხოლოდ გაუნათლებელ ქვეყანაში შეიძლება იყოს პროგნოზად გაგებული. თქვენ საჯარო სივრცეში უამრავ ბრჭყალებში პროგნოზს ნახავთ, მაგრამ მკითხეთ ამ ადამიანს, საიდან გააკეთა მან ეს დასკვნა? ვერ გეტყვით. ის რომ მან რაიმე მოდელის შექმნა შეუძლია და იმის ანალიზი გამორიცხულია, მაშინ რა არის? ან იდეოლოგიური შეხედულების შტამპების დონეზე აქვს შეხედულებები, ან და უბრალოდ მისი გონების ახირების შედეგია, რომლითაც მას უნდა თავისი თავის წარმოჩენა. ეს შეხედულებები ამ ტიპის ხალხიდან არ ექვემდებარება განხილვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ანალიზი არის, როგორც მე გითხარით, გარკვეული ბაზის საფუძველზე, ანალიზი თითეული წყაროსა იმ ინფორმაციისა, რომელზეც შენ ხელი მიგიწვდა, ყველაფერზე შეიძლება მიგიწვდებოდეს, მაგრამ ამას უამრავი დრო უნდა შენთვის მთავარია ის შიგა საზომი გქონდეს, რომლის საფუძველზე შენ თვლი, რომ უკვე მიიღე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია, რომელიც გაძლევს ამ ინფორმაციის ინტეგრალური, ანუ ჯამური შეფასების საშუალებას და შენი დასკვნების გაკეთებას. ამიტომ მე რა მინდა, მე განსაკუთრებით ამას ვსაუბრობ ახალგაზრდებისთვის, მე მინდა რომ ისინი ამ პოზიციებზე იყვნენ, პროფესიონალურ დონის დაუფლებაზე ისწრაფოდნენ და ასე მკაცრად უდგნებოდნენ თავის საჯარო გამოსვლებს. ამიტომ ჩემთვის ეს არის ის მთავარი მოტივი, რომელიც მე მაიძულებს კვირაში 3-ჯერ გესაუბროთ თქვენ და გესაუბროთ აგრეთვე Facebook-ის მეშვეობით, გესაუბროთ სხვადასხვა ტელეგადაცემების მეშვეობით და ეს ყველაფერი, როგორ აიცით, არაახქმადია იმ მოწამლული ხალხისთვის, როგორიც არის გრეგორი ზამძა, თუმცა მე ყველას შევთავაზე, დღესაც მე გადაცემაში ვთქვი, რომ როდესაც ჩვენ ვაფასებთ სიტუაციებს, მე მზად ვარ ყველასთან მოვიდე სასაუბროთ, თუ შეგიძლია. ამიტომ ანონიმურად რაღაცის წერა და ჩირკში ყოფნა არის საკუთარი თავის განადგურება. ხაზს უსვამ, არაფერი არ უდგას წინ დიალოგს. არაფერი არ უდგას კრიტიკულ დამოკიდებულებას ჩემი, მე პირიქით მივესალმები, მოხარული ვიქნები, თუ კი ჩემი ანალიზები კრიტიკულად იქნება დანახული. მაგრამ კრიტიკულად დანახვა ნიშნავს, რომ თქვენ ადამიანურად ცივილიზებული ფორმით ჩამოაყალიბოთ კითხვები, რომელიც თქვენთვის
პასუხგასაცემია და აგრეთვე მიმითითოთ ის თუ რა არ მოგწონთ, მე შეიძლება თქვენ ცდებით აგიხსნათ, ანდა მე მივხვდე რომ მე ვცდები, მე პირობას გაძლევთ რომ ნამდვილად ვარ ეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი შეცდომის აღიარება და მისი გასწორება. მაგრამ მე ისეთი ჯოჯოხეთი მაქვს პროფესიული სიმკაცრისა გავლილი, რომ წლები გავატარე ამ ჯოჯოხეთურ სიმკაცრეში, სადაც საკმარისი იყო ერთი დილეტანტური ფრაზა წამოგცნენოდა და შენ იმ სფეროში ვერასდროს ვერ გამოჩნდებოდი, არავის არ ცალია შენთვის. და დღეს მე ამ კონდიციამდე ადამიანის საათობით ვაანალიზებ სიტუაციებს და ფაქტობრივად შემიძლია გითხრათ, თუ ეგერ არის, ყველაფერი დევს ჩემ გვერდზე, ხო? ნასაუბრები დაწერილი, ფაქტიურად არსად შეცდომა არ არის, შეიძლება რაღაც ნიუანსები უფრო მეტად განვითარდა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მიგნებულია, იმიტომ რომ ეს არ არის ემოციით დაწერილი, ეს არ არის იდეოლოგიური ჩარჩოებიდან დანახული და ეს არ არის მომწონს თუ არ მომწონს ეს. ამიტომ ყველას, ვისაც კრიტიკის სურვილი ექნება, იფიქრეთ იმაზეც, რომ მე რო ვსაუბრობ, ამის უკან 50 წლიანი არანორმალური შრომა დევს. აი ეს მაძლევს მე იმ პასუხისგებლობას, რომ ჩემი თაობის ადამიანი იყოს აი ასეთი მოურიდებელი, ერთად აღებული. ხას უსვამ, შეიძლება დღეს უსმენს და მოусმენენ კიდე. მთელი ეს შინ მიმავალი ნაგავი ერთად აღებული რო აკრიბოთ, ყველასთან ერთად მოვალ სასაუბროთ და დავინახოთ ერთი რა დასავლური ორიენტაცია თქვენა გაქვთ, რა იცით ამ დასავლურ კულტურაზე და ასე შემდეგ. ამიტომ მოურიდებლობა ეს არის პასუხისგებლობიდან გამომდინარე, ჩემი მოურიდებლობა და არა ის რომ მე ვიღაცა მომწონს თუ არ მომწონს. მე ყველა მომწონს, ვინც ნორმალური ადამიანია, მათ შორის ისიც, ვინც ჩემს მოსაზრებებს არ იზიარებს, მაგრამ მე არ მომწონს კი არა, საერთოდ ადამიანად დართული გრეგორი ზამზებს და ამნაირი ტროლებს, განადგურებულ უბადრუკ ახალგაზრდებს, რომლებმაც თავისი თავი ფაქტიურად ახალგაზრდა ასაკში გასრისეს. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა დავალაგოთ სწორად 27 სექტემბერს რუსთაველის ძეგლთან 3 საათზე ჩვენ ყველა საქართველოს გთხოვთ, მოგიწოდებთ, როგორც გინდათ ისე გააკეთოთ, დაუდგეთ ერთად ამ ქვეყანას, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს არაფერი არ წყდება. ხას უსვამ, ეს მხოლოდ დიდი მოტყუების შედეგია. მე დღეს გადაცემაში თენგო ომანიძესთან ავხსენი ეს ყველაფერი, ამაზე ხვალ ვისაუბრებ, არ დავიწყებ ახლა, არაფერი არ წყდება. ხელისუფლება კარგად აკონტროლებს, თავარია რა დავალება იქნება მეხუთე კოლონისტვის საქართველოში. ხელისუფლება ის რაც დღეს კობახიძემ თქვა, რომ თუ ვინმე გადავა, დიახ, აქ სადაო არ არის, დღეს ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არ არის დე-ფაქტო ხელისუფლება, ამიტომ მას კონსტიტუციურად შეუძლია ლეგიტიმური ძალადობის განხორციელება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლეგიტიმური ძალადობის უფლება მხოლოდ ხელისუფლებას და სხვას არავის. მაგრამ მე დღეს ისიც თქვი და პირდაპირ ვიმეორებ, თუ თქვენ 100,000-ობით ადამიანი მოგადგებათ, თქვენ ვერანაირ ლეგიტიმურ ძალაუფლებას მასზე ვერ გამოიყენებთ, მას არ ჭირდება 100,000-ობით კაც არ ჭირდება კონსტიტუციის დარღვევა, ის უბრალოდ წაგლეკავს და ვერაფერს ვერ უზავს. მე დღეს აღარ დავაწყებ ამაზე საუბარს, მაგრამ ხვალ ვიტყვით 4 ოქტომბერს არაფერი არ წყდება. არც ერთი მიმართულებით, არც მეორე მიმართულებით სიტუაციის განვითარებისა,
ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს, დიდი პრობლემები გვაქვს. ჩვენ გვიდა ამაზე 27 სექტემბერს ვისაუბროთ თქვენთან ერთად და იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ ქვეყნის გვერდით იქნებით. მე კი ჩვეულებრივ და ისევე როგორც ქართველთა დიდი გაერთიანების ინიციატორები, ჩვენთვის არაფერს არ გთხოვთ, ჩვენ 4-ვეს ვერსად ვერ აგვირჩევთ, გამორიცხულია. ამას ჩვენ რო არჩევნებისთვის ვაკეთებდით, ჩვენ 4-ვე არასწორი ადამიანები ვიქნებით, არ იქნება ეს. ჩვენ გვიდა ეს ქვეყანა, ჩვენ გვიდა შესანიშნავი, ფანტასტიკური ქართული კულტურა, ჩვენ გვიდა ეს საოცარი ქვეყანა იყოს ქართველების გავლენის ქვეშ, ჩვენ გვიდა ჩვენი ენა, ჩვენ გვიდა ჩვენი ხალხის განვითარება, დღევანდელი გუშინდელი ხელისუფლებები კიდე იქეთ შევარდნაძის, დღევანდელობად შევარდნაძის პერიოდია. ეს არის საქართველოს დასასრულისკენ წასვლა. ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენ, თორემ ეს ხელისუფლება რაიმეს ვაკეთებდეს, რაღაცა გააკეთა, რაღაცა ვერ გააკეთა, საერთოდ არ ვიქნებოდი საჯარო პირი, იმიტომ რომ იდეალური არაფერია, ვიღაცა აკეთებს, მერე სხვა მოვა ვიღაცა გააკეთებს. ესენი არსად წამსვლელი არ არიან. ამა თუ არ მოთხრი, არსად არ წავლენ. როგორ უნდა მოითხაროს ეს ყველაფერი? ამაზე დღეს არ ვისაუბრებ. ეს ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, კვებავს 12 წელია, სული ჩაუდგა, არც ერთი ბიზნესი არ უკანონოდ მითვისებული არ წაართვა, შესანიშნავად დააყენა ფეხზე და დააყენა იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას ერთადერთი შანსი აქვს ხელისუფლებაში დარჩენის. ყავდეს ასეთი ოპოზიცია. მაშინ ის ატყუებს ხალხს და მოატყუებს, აი მე თუ არ მოვედი, ეს მოვედი. გავიმეორებ, რაც ქართველების საკმაო ნაწილმა არ იცის. არჩევნების სახელმწიფოში არის მხოლოდ კადრების როტაცია, სხვა არაფერი არ არის. ეს არ არის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, მაგრამ ტექნოლოგია, პოლიტიკური ტექნოლოგია კარნახობს ამას, რომ თუ გინდა შენ შეინარჩუნო ხელისუფლება, აი ესეთი ორპოლუსიანი მართვადი სისტემა შეინარჩუნე, სადაც შენ ხელისუფლებაში ყავს მეტი ბერკეტი აქვს, თან აფინანსებ ამას, ამ ნაგავს აფინანსებ და ინარჩუნებ ხელისუფლებას. დიახ, შეინარჩუნე 13 წელი, კიდე შეინარჩუნებ დაუშვათ რამდენიმე წელი. დავყები ყველაფერს აკლპობის პერიოდი. სიცოცხლის ციკლი განსაზღვრულია. ამას ივანიშვილი ვერ განსაზღვრავს. ნებისმიერი სისტემის ციკლი დასრულებადია, მაგრამ თუ შენ იძულების გზით მიიყვან ხალხს სისტემის დასრულებამდე, ცუდად დამთავრდება. თუ შენ გონიერი ხარ, მაშინ შენ ხარ ხელისუფლებაში გარკვეული პერიოდი და შემდეგ აკეთებ კონსტიტუციურ გადასვლას და გადიხარ გვერდზე, არსად ეს ხელისუფლება და არაფორმალური მმართველი წამსვლელები არ არიან. ამიტომ არის საშიში მდგომარეობა, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ გარედან რა მოთხოვნა დაეყენება ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას. ეს ხელისუფლება იზოლაციაშია, დასავლეთში არავინ არ ელაპარაკება მას, არც სხვაგან არ იწვევენ, სადღაც თურქეთში და აზერბაიჯანში დადის, მეტი არსად არ მიესვლება. და ეს არის კრიზისული მდგომარეობა. ხაზს უსვამ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქით აქვს სიმპათია, როგორადაც არ უნდა დამთავრდეს 4 ოქტომბერი, კრიზისი ქვეყანაში, მისი გამომწვევი მიზეზი არ წყდება და ბუნებრივია ასეთ პირობებში ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. პირიქით კიდევ უფრო შიგნით შევა, ნუ იზეიმებთ 4 ოქტომბერს ხელისუფლების გამარჯვებას, იმიტომ არაფერი გამარჯვება ეს არ იქნება. მოერია იმას, ვისაც მართავს, მაგრამ ხაზს უსვამ. ხელისუფლება რჩება იზოლაციაში, კრიზისი რჩება
და ყველაფერი დამოკიდებულია იმ მასშტაბზე დაკვეთისა, რომელიც გარედან იქნება ამ ოპოზიციაზე. მაშინ ეს ოპოზიცია საერთოდ არ მიაქცევს ყურადღებას, რამდენი ფული ვინ გადაუხადა, იმიტომ რომ გადაყიდვადია. მე ხაც უსვამ. ძალიან კარგად ვიცი ეს სფერო, ვიყავი შიგნით და წამოვედი იმ საზიზღრობების გამო, რაც იცნახე, როდესაც პოლიტიკაში ყიდულობ ვინმეს, შენ ყიდულობ ჩათლახს. ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ის არის ჩათლახი, ვინც პოლიტიკაში ფულს იღებს, რომ მაგრამ ის იმიტომ არის ჩათლახი, რომ გადაყიდვას ექვემდებარება. როგორც კი ფული აიღო, ის შენი მტერია. ის ყველანაირად შეეცდება, რომ ზურგში დანა ჩაგარტყას, ამიტომ სხვაგან თუ მას შესთავაზებენ ამ ვარიანტს, იგი ამ ვარიანტზე წავა. აი ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენ ახლა, ჩვენ არ ვიცით კარგად, რა დონის დაკვეთა იქნება დასავლეთიდან და რა დონის დაკვეთაც იქნება იმ დონეზე გართულდება სიტუაცია საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტები, ის იზოლირებულია, არ გააჩნია ბერკეტები, პოლიტიკური ბერკეტები მოაგვარიოს შიგა პრობლემები და მით უმეტეს მოაგვაროს გარე პრობლემები. ყველა მიცის, ეს არის პრობლემური ხელისუფლება, იმიტომ რომ მარტო ზის პარლამენტში და ასე გონია ხელისუფლებაშია. დიახ, არის ფაქტიურ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. დიდი მადლობა, ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებათ.